მოგესალმებით ყველას და გთავაზობთ ინფორმატორის ვრცელ 10-ის ნახევრიან გამოშვებას. Როგორც ყოველთვის, ჯერ ქართული სიახლეებით დავიწყოთ, შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. მომდევნო 20 წუთი მათთვის არის გაკვეთილი, ვისაც აინტერესებს მუსიკალური და კინოსიახლეები. მაშინ როცა მთელი მსოფლიო კომპიუტერის ხანამ მოიცვა, თბილისში ერთმანეთის მიყოლებით ლიტერატურული კაფეები და წიგნის სახლები იხსნება. საბედნიეროდ ამ ადგილებს ხალხი არ აკლია. წიგნის დღესთან დაკავშირებით კიდევ ერთი ლიტერატურული კაფე ამოქმედდა პარნასის სახით. ანუ ქალაქს კიდევ ერთი ადგილი შეემატა, სადაც არა მარტო ხელოვანი და შემოქმედი ადამიანები, არამედ მათი მკითხველებიც შეიკრიბებიან. ეს არის კაფეს ოფიციალური გახსნა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ დავაპატიჟეთ მაქსიმალურად ის ხალხი, ვისაც ჩვენ კონტაქტი გვაქვს, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს და ვინც გვიყვარს. მათ შორის არის ზუმბა, რომელიც როგორც ხედავთ უკრავთ, მათ შორის არის გიორგი მასხარაშვილი, მხატვარი, რომელიც წერს აბრას, ანუ ხელნაწერი აბრა ექნება კაფე პარნას და გარდა ამისა ჩვენ ვთხოვთ ყველას, რომ მოგვიწერონ ხელი ერთ დაფაზე, რომელსაც შემდგომ ჩავსვათ ჩარჩოში და გავაკრავთ გარედან და ესეც იქნება ექსტერიერის ნაწილი. ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ფორმაა და ეს ძალიან მოწონთ ახალგაზრდებს, ძალიან იზიდავთ ეს ფორმა და ძალიან კარგია, რომ ამ სახით აი სახელოვნებო ცხოვრებაში მონაწილეობენ, აი თავისუფალ დროს იყენებენ აქ. ლიტერატურული კაფეები გამრავდა თბილისში, მეგონი ძალიან დადებითია. მე ვნახე პირველად ამერიკაში, როცა იქ ცხოვრობდით, რომ შეგეძლო ციგნის ამოღება თაროდან დაჯდე და საგეკითხა ჩაისთან ერთად, ყავასთან ერთად. საგეკითხა, გაგეცნო ახალი ლიტერატურა, ახალი პოეზია, მეგონი ძალიან დადებითია და როგორც ვათხოვ, აი ციგნის სახლში რუსთაველის 34-ში აქაც ხალხი არის და მოსწონთ ეს კომბინაცია, ასე თქვათ, ციგნის კითხვა და ასე თქვათ, გართობა და დასვენება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზანდუკელის 22 ნომერში, სადაც წარმოდგენილია ზალიკო ბერგერის აქსესუარების და ნამუშევრების გამოფენა. დანარჩენს ზალიკო გვეტყვის, ხო? აი ესეთი საზაფხულო აქსესუარების გამოფენა გადავწყვიტე და როგორც გამოვიდა, თავად ნახეთ, არის ზაფხულის კოლექცია წარმოდგენილი, უფრო საგაზაფხულო ზაფხულის. ამ კოლექციაზე დაახლოებით 3 თვის განმავლობაში, იმიტომ რომ იქნებოდა როგორც ჩანთები, ქამრები, საყურეები, მძივები, სამაჯურები და ასე შემდეგ. თუ კი რამე აქსესუარი რასაც ქვია, ნუ ალბათ ფეხსაცმლის გარდა ყველაფერი არის წარმოდგენილი. თითქმის უმეტესობა ჩემი გაკეთებულია ის, რასაც დღეს აქ ხედავთ. ყველაფერი ხელით არის გაკეთებული, რაც არის წარმოდგენილი, ეს დაწყებული ჩანთიდან თუ გაფორმებული ჩანთიდან, ასე დამთავრებული მძივით. წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში ბევრი საინტერესო ღონისძიება გაიმართა. ერთ-ერთი ამ ღონისძიებათაგანი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის წინ გახსნილი სხვადასხვა გამომცემლობათა წიგნების გამოფენა გაყიდვა. სხვადასხვა აქვე მოეწყო ორი მწერლის, ბესო ხვედელიძისა და ბასა ჯანიკაშვილის წიგნების პრეზენტაციაც. დღეს გახლავთ წიგნის დღე მოგეხსენებათ და საავტორო უფლებების დღე, აქედან გამომდინარე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გადაწყვიტა, რომ ეს ამ დღეს გამოსულიყო ორი მისი წიგნი, ერთ-ერთი არის ჩემი ოცნებით კაიროში. წიგნი არის სამ მეგობარზე, რომლებიც ცხოვრობენ ძალიან მძიმე პერიოდში, ეს არის 90-იანი წლების დასაწყისი, სამი ახალგაზრდა და ყვება სხვადასხვა ისტორიებს სამივე და საბოლოო ჯამში ერთიანდება ერთი ისტორიის ქვეშ.
რომელსაც სათაურად აი ოცნებით კაიროში დაერქვა. და თვითონ პერსონაჟების ბედიც განსხვავებულია, რა თქმა უნდა, ზოგის ტრაგიკული, ზოგის ნაკლებად ტრაგიკული. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველანი პეტრული საქართველოს შვილები არიან. ფაქტია, რომ რაღაც ამ ბოლო პერიოდში უფრო მეტი წიგნი იყიდება, ვიდრე ადრე იყიდება და ეს რა თქმა უნდა კარგია. ჩვენთვისაც, ქართველი ავტორებისთვისაც და რა თქმა უნდა, საერთოდ ყველასთვის, იმიტომ რომ წიგნია მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი რამე ადამიანისთვის და რაც უფრო მეტი წაიწყებს, განაახლებს უფრო სწორად წიგნის კითხვას და ახალგაზრდები დაიწყებენ წიგნის კითხვას, ეს ყველაზე კარგი იქნება. ასეთი ტიპის ღონისძიებები, თქვა დღეები, თქვა წიგნის დღე ან წიგნის ბაზრობა, რომელიც ზაფხულში იმართება, უწყობს ხელს პირველ რიგში ამ ავტორებთვის წიგნების უფრო ეფექტურ თუნდაც მერკანტილური თვალსაზრისით გასაღებას. ასევე თქვა უფრო ინტერესი არის ესეთი მასშტაბური და ამ მხრივ წამახალისებელია სერიოზული და ავტორებისათვის თქვა ჩემ შემთხვევაში თქვა სუბიექტურად ყოველთვის ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე და ძალიან კარხასიაძე ვარ აი ასეთ დროს.